კათოლიკე ეკლესია საქართველოში საკუთარ ისტორიას გაქრისტიანების დროიდან აითვლის. დიდი განხეთქილების შემდეგ კი მე-12-13 საუკუნეებიდან. საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული პატრიარქი კირიონ მეორე აღიარებს ქართველ კათოლიკეთა გამორჩეულ წვლილს საქართველოს ისტორიაში და მოიხსენიებს როგორც წყემსნი კეთილნი, კურნალნი ხორცთანი, მომფენელნი ჩვენ და სწავლა-განათლებისანი. კათოლიკე მისიონერები და ქართველი კათოლიკეები სარგებლობდნენ ქართულ მეფეთა მხარდაჭერით. ისინი წარმოდგენილნი იყვნენ სამეფო კარზე, ზრუნავდნენ წერა-კითხვის გავრცელებაზე, არსებდნენ საგანმანათლებლო და სამკურნალო კერებს. ქართულ კათოლიკეებს ჰყავდათ გამორჩეული წარმომადგენლები, სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, ნიკიფორ ირბახი, წერალი, მეცნიერი, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე სულხან საბა ორბელიანი, კომპოზიტორი, საქართველოს ჰიმნის მუსიკის ავტორი ზაქარია ფალიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი პეტრე მელიქიშვილი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი მიხეილ თამარაშვილი, თეატრის მხატვარი, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პეტრე ოცხელი, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სიმონ ყაუხჩიშვილი, მრეწველები და მეცენატები, ძმები ზუბალაშვილები და სხვები. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კათოლიკე თემი წლების განმავლობაში ითხოვს იმ 6 ტაძრის დაბრუნებას, რომლებიც მათ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოერთვათ. ეს ტაძრები ქუთაისში, გორში, ბათუმში, უდეში, ივლიტასა და ბუზმარეთში დგას. მათ ეცვლებათ იერსახე, ამოშენებულია კანკელი და წაშლილია ფრესკების მნიშვნელოვანი ნაწილი. კათოლიკე ეკლესია აქტიურად ეწევა სოციალურ და საქველმოქმედო მსახურებას. 1994 წლიდან მოქმედებს ეკლესიის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი. კათოლიკეებს კარიტასის ეზოში მართლმადიდებლური ტაძარიც აქვთ აშენებული. 1989 წელს საქართველოს კათოლიკე მისიონერი, ნობელის პრემიის ლაურეატი დედა ტერეზა ესტუმრა და 9 აპრილის ღამეს მოწამლულები მოინახულა. მაშინ დედა ტერეზამ თბილისში სათნოების სახლი დააფუძნა. დედა ტერეზას დები საქართველოში დღემდე ეწევიან სოციალურ მსახურებას. რომის კათოლიკე ეკლესიამ მართლმადიდებელ ეკლესიას ღვთისმსახურებისათვის დროებით ან საზიაროთ მფლობელობაში გადასცა ტაძრები იტალიაში, რომში, ფლორენციაში, მილანში, ნეაპოლში, ბარისა და ევროპის ქვეყნების სხვა ქალაქებში. შეუძლებელია დასავლურ კულტურაზე ნაყოფიერი ზეგავლენა და მისი განახლება აღმოსავლეთის ქრისტიანების მონაწილეობის გარეშე და პირიქით. წარმოუდგენელია აღმოსავლეთის რელიგიის აღორძინება რომის ეკლესიის დახმარების გარეშე. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე.